პოლიტიკური ორგანიზაციები, როგორც არის თქვა სოციალ-დემოკრატია, ქრისტიანულ-დემოკრატია, თქვა იდეოლოგია, უამრავი ასე თქვა ამერიკული მიმართულებები, ევროპული მიმართულებები, კლასიკური პოლიტიკური იდეოლოგიები არ არის საქართველოში, არის მხოლოდ ამება პოლიტიკა, იყოფიან და ასე და ასე შემდეგ. საქმე ისეთ რა შეიძლება ბატონო დავით, პირველად ვიტყვი ამისთან რაღაცა და მე ყველა ყურადღებით გაიგო. 2004 წელს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა მოვიდა ხელისუფლებაში, ბატონ გია, მე ვიცი რომ ერთი ძირითადი ჯგუფი შეიკრიბა და იქ გადაწყვიტეს, ვინ უნდა ყოფილიყო ოპოზიცია საქართველოში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ეს იყო წინა ხელისუფლების დროსაც. იქ ხელოვნურად შეიქმნა რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაცია, კიდევ შევარნაძის დავალებით. ზუსტად ის ახლა არ მინდა დავასახელოს პოლიტიკური ორგანიზაციები, ისინი ტივტივებდნენ გარკვეული პერიოდი, მერე მოვიდა ახალი ტალღა, მერე ამას შექმნეს ახალი ოპოზიციური, იმიტომ რომ ეს არის დამახასიათებელი არა მარტო საქართველოსთვის, ესეთი ტიპის რეჟიმები, რუსეთშიც იგივე ხდება, აზერბაიჯანშია, სომხეთშია, აი ესე ბელორუსიაში არის ეს პარტია თუ არა. ინფანტილური საზოგადოების დამახასიათებელი. თვითონ ხელისუფლებები, რომელიც უჩოდინარია, ვერ ერკვევა სიტუაციაში, შეშინებულია იმიტომ რომ მარტო პოლიტიკა არ არის მარტო ჩხავილი მიტინგზე. როცა მოდიხარ ხელისუფლებაში და როცა წინ დაგიდგება ამდენი პრობლემები და შენი გადასაწყვეტია უკვე ეს პრობლემები, პოლიტიკური იქნება, ურთიერთობები, ეკონომიკური, სოციალური არა, იბნევი და შეშინებული ხდები თუ სუსტი ხარ. ამიტომ ვცდილობ რომ რეალური ოპოზიცია როგორმე ჩაანაცვლო შენს მიერ შედიფხმილი ოპოზიციით და იმიტომ რომ შედეგი არ დგება ამ ქვეყანაში. არაფრით. და იმიტომ მე ხალხი გამოიძა ამბობს, რა ჩვენ ამას დაუჭირეთ ხარი კაცო და აღარ აგვიქნა, აი ზოგ დაიყიდა, ზოგმა ფული მისცა, ზოგმა ბანკი აიღო, ზოგმა რაღაცა გააკეთა. იმიტომ გენაცვალეთ რომ აი ეს ხალხი ხელოვნურად იქნება, მე ხდება ამ ხალხის გაპიარება სახელმწიფო ტელევიზიებით და უბრალოდ მე თქვენ მეტი საქმელი ბრალი კი არა, თქვენ მეტი საშუალება გაგიდებენ პოლიჯოგს და ცოცხლ და გეტყვიან, ან ერთი აირჩი ან მეორე. აი გიაში რა კარგი თემა შეეხება, ბატონ დავით, ბარაკ ობამა ახსენეთ, ხო? პირველად ამერიკის ისტორიაში ლინკოლნმა შემოიღო ეს ტერმინი, როდესაც თავისი მეტოქეები საპრეზიდენტო არჩევნების დროს დანიშნა ძალიან მაღალ თანამდებობაზე და ცნობილი წიგნია, ამას ქვია მეტოქეთა გუნდი. ანუ ძალიან ცნობილი წიგნია ლინკოლნმა, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი ამერიკის პრეზიდენტი, თავისი პოლიტიკური მეტოქეები თავის კაბინეტში მოიყვანა. და პროცესი მისცა დასაბამი, რომ ყველაზე საუკეთესო ადამიანები მას არ ეთანხმებოდნენ მის პოლიტიკაში. მაგრამ თვითონ მათგანს ჰქონდა ძალიან დიდი პოტენცია ერის განმტკიცებისა და ახალი პოლიტიკის მოტანისა. მე ვფიქრობ და ობამას ეხლა აი ზუსტად ამ მაგალითს იყენებს. თავდაცვის მინისტრს, ანუ ესეთი რობერტ გეიტს უზარმაზარი თანამდებობა, ყველაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესპუბლიკელს თავებს და არა მარტო რობერტ გეიტს, სხვა ძალიან წამყვან დიკ ლუგერს ერთ-ერთი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მანათობელი ვარსკვლავია, მაგრამ ძალიან ბევრ სხვას ეკონომიკის საკითხებში, ფინანსების საკითხებში რესპუბლიკელების მხარდაჭერას იპოვეს. მე მინდა აი რაც გიამ წარმოაყენა ეს პრობლემა საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი არასდროს არ დაიწყება, სანამ ხელისუფალი ეცდება, რომ შექმნილი, მოსყიდული ოპოზიცია ყავდეს. სანამ თვითონ ნიშნავს ოპოზიციას, მაშინ პოლიტიკური პროცესი არ იქნება ჯანსაღი. ხელს ჩვენ გვჭირდება და საზოგადოებაც მანამდე არ იქნება ეგრეთ წოდებული ლოიალური ოპოზიცია არ იქნება. დღეს ლოიალური ოპოზიცია არ არის. დღეს არის ოპოზიცია პიროვნებისადმი, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი ოპოზიციურ აზრს არ აქვს და შენ ავტომატურად ხდები მტერი, ფიზიკური, პიროვნული მტერი ხელისუფლებისა. და როდესაც ხელისუფლება გააცნობიერებს ამას და მისცემს შესაძლებლობას ნამდვილ ოპოზიციურ ძალებს მონაწილეობა მიიღოს მმართველობის პროცესში, ეს იქნება სტაბილური ქვეყნისათვისაც, სწრაფად მოხდება პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღება და ქვეყნის გრძელვადიანი, სტაბილური განვითარების ნიშანია. შენ თუ დღეს თქვა აი მოატყუე მოსახლეობას და ვიღაცა მოსყიდული ოპოზიცია ყავს, იმას ალანძღვინე თავი და შექმნა ეს იმიჯი, რომ ის არის ოპოზიცია და მე უცებ რაღაც კრიტიკულ მომენტში აღმოჩნდება, რომ ეს რაღაცა ბინძურ გარიგებებს აქვს. ეს ფეთქება საშიშროება, ის რომ დღეს
საქართველოში იმედგაცრუებულია საზოგადოება, გია შერასაც ამბობდი, იმიტომ არის იმედგაცრუებული, რომ ნახა რომ ეგონა ოპოზიცია რაღაცას იზამდა, ლანდყავს იგინება, სააკაშვილის ლანდყავს და უნდა რაღაცას მიღწევა, მაგრამ ეს ოპოზიციაც ასეთივე ავტორიტარული მუხტის მატარებელია. ლანძღვაგინებით, შეშინებით, შეურაცხყოფით აქ ჩვენ პოლიტიკას ვერ შევცვლით. ჩვენ გვინდა დაპირისპირება იდეებს შორის და არაპიროვნებებს შორის და ხელისუფლება სანამ არ მისცემს შესაძლებლობას, რომ ნამდვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში, თვითონ ხელისუფლება გრძელვადიანად საშიშროების წინაშეა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება საშიშროების წინაშეა. ასე იყო შევარდნაძის ხელისუფლება და როგორ დაამთავრეს ფეთქების შედეგად. მე მინდა გიამ რაღაცა იწინასწარმეტყველა, მე შემიძლია ერთი წინასწარმეტყველება შემოგთავაზოთ. მე მგონია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების რღვევა დაწყებულია, მაგრამ მისი დაშლა მოხდება ერთჩვენი ერთხელ. აი გავიღვიძებთ და ეს დიდი შენობა ფუყე პატიომკინის სოფელი უცებ დაირღვევა. და ეს არის საშიშია მე ბატონო და ეს კარგი კი არ არის საშიშია იმიტომ რომ მოხდება ისე რაღაცა ემოციაზე იმპულსზე ის აიღებს ეს ერთი წავა გაშარა მოვა გრიშა არ მოხდეს ბატონო და ეგება შევთავაზოთ ესეთი მოდელი ხელისუფლებას რომ ესეთი წასვლა რომ არ მოხდეს, ესეთი ნგრევა რომ არ მოხდეს, მის ინტერესშია და ქვეყნის ინტერესშიც არის. მოახდინოს აი ნებაყოფლობითი დისტანცირება, მისთვის არის კარგი პიროვნულად და საქართველოსთვის კარგია რომ ახალი ფურცლიდან დაიწყოს და როგორ უნდა მოახდინოს. აი ჩვენ რომ მოხდეს ესეთი სოციალური შეთანხმება საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, რომ პრეზიდენტმა დააკომპლექტოს ამ კრიზისის გამოყვანა, მას არ შეუძლია ამ რიცხო ნაციონალურ მოძრაობას არ შეუძლია, ეს უნდა მოხდეს ფართო ეროვნული თანხმობის მთავრობა. და როგორი მექანიზმით ჩამოვაყალიბოთ ეს მთავრობა? სააკაშვილმა როგორც პრეზიდენტმა ჩამოაყალიბოს თავისი ძალოვანი სტრუქტურები, ამაში არავინ არ შეუშლის, მაგრამ პრემიერის პოსტი პრემიერის თანამდებობაზე დანიშნა მისცეს საშუალება აი დიდ დარბაზს ხელოვნების ინტელიგენციის იმ ადამიანებისგან დაკომპლექტებული 100-150 კაცისგან ჩვენ ყავს ქართული აკადემია მსახიობები ზურა ქაფიანიძე ეხლა მე კონკრეტულ მექანიზმს გაძლევთ რა აი ახლობით რომ შეთანხმდეს ერი ვინ არის ეს 100-150 კაცი გაიწევება გია სხვა რაღაცნაირ სხვა გზა არ არსებობს და როგორ იცით როგორ უნდა მოახდინოს ამ ხალხმა ეს კაბინეტი ეს დარბაზი რომ ჩამოყალიბდება ვისაც ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას შეეძლოს კანდიდატურის წამოყენება და პირდაპირ ეთერში საჯაროდ მოხდეს ამ პროგრამის ამათ ვინ კანდიდატის პროგრამის გარჩევა. ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი გაცეს კონკრეტულად როგორ შეუძლია ქვეყნის გამოყენება. და ეს საჯაროდ მიიღოს ამ დარბაზმა გადაწყვეტილება პრემიერის დანიშნვის შესახებ. და პრემიერს ჰქონდეს დამოუკიდებელი ოპერირების საშუალება. ძალიან კარგია, მაგრამ ახლა თქვენ როგორც ჰუმანისტი იმიტომ რომ ვიცით ლაპარაკობთ არ გამოვა სააკაშვილი თავის გულთან ერთად ბატონია მარტო კორუფციაში კი არ არის სახელმწიფოს გრევაში ასე თქვა გადანაყოფი სისხლშია ამოწყრილი ამაშია პრობლემა და თუ არ გამოვა ერთ დღეს დაენგრევა მაშინ სააკაშვილი გაჯდება საბრალდებულო სკამზე საქართველოს იქნება თუ საზღვარგარეთ აქეთ ხალხო საინფორმაციო მოგვადგა მე ეს გეცეთ ახლა SMS-ი მოვიდა არის საფსგური თან არის კონსულებზე ყოფილა თუნდაც ჩვენი პრეზიდენტი არ ვიცი ხალხ ინფორმაცია არის შესაძლებელი მე არ ვიცი პრეზიდენტის აქეთ ხალხო მე მალობა შემოგია ბაზაროგია პირველი შემთხვევა მე მგონი ჩვენთან ყოველსობრალში მე არ მახსოვს რომ ორი პარტიის ასე თქვა ხედვა ამათონის ტრადიციაზე აი ეს დაკრისტალდა და ძალიან კარგია ეს მე მგონი საინტერესო ტრადიცია არ შეიძლება რომ პირდაპირ ეთერში მოიწვიოთ ბატონ დავით ყველა პარტიის ლიდერები ერთად და პირდაპირ ეთერში თქვენი ტელევიზიით იმიტომ რომ სხვა ტელევიზიის საშუალება არ არის ერთმანეთს დავესაუბროთ ცივილიზებით იმიტომ რომ კარგი ადამიანები არის ბევრი ოპოზიციაში და ეს რადიკალურია ემოციაზე დაფუძნებული ალღა რომ გამოიშორდეს და კონკრეტულება ბატონო ერთი კითხვა მაქვს მე ახლა ეთერში რომ ფედაშები აგიდო ვიღაცა ყველაზე მაგარი ოპოზიციონერი ვიქნები ხალხო ეს რომ ჩამოვაშეროთ ეს პრობლემა ქართულ საზოგადოებას ამიტომ საჭირო ესეთი პირდაპირ ცივილიზაცია ეხლა ლიდერის როლში ხარ თქვენ ბატონო კი ინტერესი სფერო დაურილი
სისხლით არ მოიბანება ხო? ჩვენ ხოლმე სხვანაირად გადავდგათ რომ ქვეყანა ამოვიყვანოთ ამ მდგომარეობაში. ეს იდეა თქვენი არ დასმის და ეკადროთ ეშიზეთი ჩვენი პროდუსერის ინიციატივა. Vreau să fac nasul să viso sau să da asta visa o propoziție și să arătăm o grobă pe